გამარჯობა მეგობრებო, შემთხვევით ძალიან საინტერესო ხელსაწყოს გადავაწყვეტი. არ ვიცი რამდენად ახალია, მაგრამ მე დღეს პირველად ვნახე და ძალიან გული დამწყდა, რომ აქამდე არ ვიცოდი და არ ვიყენებდი და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ. ეს არის Notebook LM, Google-ის პროექტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სხვადასხვა source-ებთან რაღაცას, ვთქვათ, საიტიდან ან რაღაც ლინკიდან ან დრაივიდან, მოკლედ სხვადასხვა ფაილებს ვესაუბროთ AI-ის მეშვეობით. თუმცა ეს ერთი შეხედვით რაღაც უბრალო რაგის იმპლემენტაცია იყო თითქოს, მაგრამ შემდეგ რომ გამოვიყენე, ძალიან საინტერესო ფუნქციები აქვს, როგორც არის მაგალითად mind map-ი, აუდიო, რეპორტების გაკეთება და მოკლედ რაღაცა მჭირდებოდა რომ დოკუმენტაციასთან მესაუბრა. ერთ-ერთი ტექნიკური ხელსაწყოს დოკუმენტაცია მინდოდა გამერჩია რაღაც მარტივად და სწრაფად რაღაც კითხვები დამესვა. და ასე აღმოაჩინე ეს და ძალიან მომეწონა მაგალითად ეს open mind map-ის შექმნის ფუნქცია, ანუ რაღაც იმ source-ებზე დაყრდნობით შეგიძლია ასეთი დეტალური mind map-ების შექმნა და თუ თქვათ რაღაცა ისეთ საკითხი არის რომ ვერ მიხვდი აქედან შეგიძლია დააწვე და ჩატში მოგიყვება უფრო დეტალურად რა იგულისხმება mind map-ში, რაც ძალიან ამარტივებს მასალის ათვისებასაც და ზოგადად გაცნობიერებას და დიდი სურათის დანახვას რა არის და რაზე არის საუბარი. და ნუ ამის გარდა კიდე სხვა ფუნქციებიც და რაც ჩემთვის ყველაზე ისეთი შოკის მომგვრელი იყო, ეს ყველაფერი არის უფასოდ, არანაირი გამოწერა, უბრალოდ Gmail-ი გჭირდება, შემოხვალ notebook.lm.google.com-ზე და Gmail-ით გაწევრიანდები და უკვე შეგიძლია დაიწყო გამოყენება. რაც ერთი შევამჩნიე, რომ YouTube ლინკებით შეგვიძლია გამოიყენო source-ად და მინდა რომ თქვენთან ერთად ეხლა ვცადო რამე YouTube ლინკზე დავტესტო როგორ იმუშავებს და რამდენად გამოსადეგი იქნება. მოდი შევიდეთ YouTube-ზე და რა ვიცი, რამე პოდკასტი ავარჩიოთ. აი მაგალითად ეს Diary of SEO, კარგი პოდკასტია, ხშირად ვუყურებ ხოლმე. და რა ვიცი, გადავიდეთ რომელიმე საინტერესო. აი body language-ის ექსპერტი მაგალითად. შვენიერი and it drives me crazy. Look. სატესტო ვიდეო იქნებოდა. გავხსნათ ახალი და YouTube-ი ავირჩიოთ. ჩავპეისტოთ ჩვენი ლინკი. და სულ რაღაცა რამდენიმე წამი სჭირდება, რომ უკვე პატარა შეჯამება, ასე ვთქვათ, გაგიკეთოს და ტექსტურად უკვე გადმოკოპირებული აქვს, ანუ ამოღებული ყველა მთლიანი პოდკასტი. და ანუ ამ source-ებზე დაყრდნობით შესაძლოა კარგი ფუნქცია არის ის, რომ რაღაც source-ები შეგიძლია ამოიღო, თქვათ, და მხოლოდ 2-3 გაუგზავნო და ეგრე დაუსვა შეკითხვები. ამ source-ებზე დაყრდნობით პირველ რიგში დავიწყოთ მოდი mind map-ით. ძალიან საინტერესოა mind map-ი და ასევე საინტერესო არის video overview. ვიდეოს ცოტა დიდი ხანი სჭირდება ხოლმე უფრო, მაგრამ ერთი რაც ვცადე ძალიან ასეთი დიდი ინფორმაციის 7 წუთიანი კარგი შეჯამება გამოვიდა. და მოდი ვცადოთ ასევე audio overview. რეპორტებში ძალიან საინტერესო არის კიდე study guide-ი მომეწონა, ანუ AI-ის მეშვეობით პირდაპირ აი ამ წყაროებზე დაყრდნობით თუ თქვათ ეს წყაროები თქო უნდა ისეთი არის რაღაცა უნდა ისწავლო თქვათ რაღაც ახალი სკილი ან რამე ინფორმაცია მიიღო პირდაპირ გაიდს გაძლევს როგორ უნდა გაყვე ამ ყველაფერს. მოდი ნახოთ mind map-ი. ეს არის იმ ჩვენი ვიდეოს 2 საათიანი პოდკასტი არის. 2 საათიანი პოდკასტის სრული ჩაშლა პატარ-პატარა იდეებად. ანუ მაგალითად პირველი importance of communication, სადაც ჩვენ გვაქვს რაღაცა სრულები, რას მივყავართ თქვათ well-being-ამდე და დიდხანს სიცოცხლემდე, როგორ შეცვალოთ ცხოვრება და ნუ რაღაცა დეტალები თანამედროვე ცხოვრებაზე. რამე საინტერესო ნაწილი თქვათ
აი mastering communication techniques მაგალითად ძალიან საინტერესო არის. კარგი ქიმიის ჩუქება, დოპამინი, ტესტოსტერონი, სეროტონინი. მაგალითად რაღაცა ესე შეგიძლია ძალიან მარტივად გაიგო რა შესახებ არის და რა ხდება ზოგადად ამ პოდკასტში. შემდეგ რაც უფრო დაგაინტერესდება იმაზე კითხო, მაგალითად რავი ტესტოსტერონი იყოს და უფრო დეტალურად აი ამ ნაწილს უფრო დეტალურად მოგიყვება რაზე არის საუბარი. აი მარტო ტესტოსტერონი კი არა, მთელი ის კონტექსტი, რაზე თქვა მაგ მომენტში იყო საუბარი, თავისი ლინკებით, რომელსაც შეგიძლია დააწვეთ და გადაახედო რა ნაწილიდან არის, ასე ვთქვათ, ამოღებული. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ნაწილი აურჩევია. ჩვენი გაიდიც მზად არის. გაიდი ესე გამოიყურება, ცოტა ნაკლებად გასაგები არის ჩემი აზრით, ცოტა წვრილად არის წერია აქეთ ხარის რაღაცები, მაგრამ არა, ეს პირველად შევამჩნიო, შეგიძლია source-ად გადააქციო აქედან პირდაპირ და მერე source-ად გამოიყენო. აი, ანუ გაიდი შეიცავს რაღაცა ძირითად კონცეპტებს და პრინციპებს, სადაც დეტალურად არის ჩაშლილი უკვე სათითაოდ რა გჭირდება და რა უნდა ისწავლო. პატარ-პატარა აღწერებითაც მათ შორის და შემდეგ მოდის ძირითად სტრატეგიები და კომუნიკაციის ტექნიკები და უკვე ქვიზი რომ გადაამოწმო, რამდენად კარგად ისწავლე. და ეს ალბათ შესაძლო პასუხები არის SS ფორმატი ასევე თუ გინდა რომ დაწერო და ეგრე გადაამოწმო და glossary of key terms. ანუ ზოგადად რა თერმები არის გამოყენებული, ეგეც შეიტანა. იდეაში ეს უფრო ისეთი გაიდი არის რომ რაღაცა უბრალოდ გამოიყენო სწავლის პროცესში, რომ აი შემდეგი რა მოდის, გადაამოწმო და თუნდაც დასერჩო დამატებითად რაღაცეები. ხო, აი მაგალითად შეიძლება ამ პოდკასტიდან ყველაფერი ვერ ისწავლო, რაც აქ წერია, მაგრამ უკვე რაღაცა კარგ გაიდს გაძლევს, რომ შეიძინო ახალი სკილი, ან განავითარო შენი კომუნიკაციების სკილი. მაგალითად ავიღოთ პირველი first impression and lasting impact. თუ მაგალითად გვინდა რომ ამისთვის კიდევ რაღაც დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ, ვიდრე აქ გვაქვს უკვე მოცემული, შეგვიძლია Discover-ში შევიდეთ და თქვათ ჩავამატოთ ეს first impression and lasting impact. ანუ გარდა იმისა, რომ შეგიძლია შენ ხელით დაამატო კონკრეტული წყაროები ინფორმაციის, შეგიძლია ასევე დასერჩოს თქო აი ამ Discover-ის მეშვეობით. და სხვადასხვა source-ებს ამოგიგდებს, სავარაუდოდ ეს ჯერ არ მიცდია, მაგრამ დაახლოებით მივხვდი რა იგულისხმება. და კი ბატონო, ანუ რაღაც დასერჩა ინტერნეტი და სხვადასხვა PDF-ები, საიტები და სხვადასხვა source-ები მოგცა. მაგალითად, Psychology of First Impression, How to Make Lasting Impact. კი ბატონო, მაგალითად, იმას ვთქვათ, გავთიშავდი ყველას და რაც დამაინტერესდებოდა იმას მომნიშნავდი. აქედან შეგიძლია ვთქვათ, გადაამოწმო კიდევაც რა წყაროა საკმაოდ ავტორიტეტულ წყაროს გავს, რა ვიცი, რაღაცა უნივერსიტეტიდან არის და სავარაუდოდ სამეცნიერო ნაშრომია და შეგვიძლია ვთქვათ, ესეც შევიყვანოთ და ასე შემდეგ. ნუ უკეთ ხა ამ საკითხში პირად პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ თუ რაღაც იეთი არის, ვთქვათ, თქვენი პროფესიის სფერო, ინფორმატივად შეძლებთ რომ გაარჩიოთ რა არის ვთქვათ კარგი source-ი, ხა ამ source-ს რაღაცა პრობლემა აქვს, არასწორი URL-იაო და შეგვიძლია წავშალოთ. და ნუ ასე მოკეთ რაღაც research-ის და ზოგადად ინფორმაციასთან მუშაობის ძალიან კარგი პლატფორმა შეიქმნა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ბევრ პროფესიაში ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება გამოსადეგი. მათ შორის მაგალითად AI-ს ხშირად აქვს ხოლმე ბლოგერები რო იყენებენ და მეც ვცდილობ ხოლმე ხშირად რომ გამოვიყენო რაღაცა ბლოგების წერისთვის AI, მაგრამ რაღაცა ტუტორიალის მსგავსი ან how to ბლოგების წერა ძალიან რთული არის, იმიტომ რომ უჭირს რაღაცა დეტალური ინსტრუქციების გადმოცემა და უფრო მეტად ვიყენებ ხოლმე outline-ი რომ დავწერო თქვა და რაღაცა შეიძლება შესავალი ნაწილი
ან უბრალოდ რაღაცა სტრუქტურა შექმნა, რომ მე ამ სტრუქტურას გავყვე და უკვე ჩემით დავწერო ყველაფერი და ესეთი ინტერფეისი და ესეთი მოწყობა მოკლედ იმის საშუალებასაც გაძლევს, რომ ის ყველა source-ი საიდანაც თქვათ შენ უნდა წაგეკითხა, გესწავლა თქვათ რაღაცა საკითხი, ან უკვე იცი რაღაცა საკითხი და ამით უნდა შეგექმნა სტატია, რაღაცა step by step guide-ი, რა როგორ უნდა გააკეთოს კონკრეტულმა ადამიანმა. აი ეს source-ები შეგეძლო მისცენ და მთლიანი ესეთი მსგავსი სტატია დააწერინო. ასევე სხვადასხვა ბევრი სხვადასხვა პროფესია არის ამ ისეთი, რომელიც ძალიან დამოკიდებული არის source-ზე, თუნდაც ჩემი ხო, რაც პროგრამირება ხშირად გვიწევს პროგრამისტებს დოკუმენტაციასთან მუშაობა, სხვადასხვა თულების გარჩევა და ასე შემდეგ, რასაც იდეაში რის გამოც ვეძებდი რაღაცა მსგავს. აუდიო და ვიდეო overview ჯერ არ განხორციელებულა, არ დასრულებულა, თუმცა აქ შემიძლია განახოთ დაახლოებით როგორი გამოდის, ну ეს Rocket Chat-ის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით არის აწყობილი. ყველგან 11-ვე source-ი გამოყენებული არის ამ შემთხვევაში, თუმცა დამავიწყდა მეთქე რომ აი ამებზე დაწოლისას შეგიძლია მონიშნო სხვადასხვა და შეგიძლია მაგათ mind map-ი ერთი source-ზე გააკეთო, ან შეგიძლია რამდენიმე ან ყველა source-ისთან ერთ source-ით ერთად გააკეთო ის mind map-ი რომელიც წეგან ვნახეთ. აი უკვე გაკეთებულა აქაც ვიდეო. Hey, welcome to The Explainer. Have you ever walked away from a conversation just feeling off? You know, like you didn't quite click, or your first impression just totally missed the mark? Yeah, we've all been there. Well, today we're going to break that all down. We're diving into the real science of connection, all based on the amazing work of behavioral investigator Vanessa Van Edwards. We're talking about how to go from awkward to awesome in pretty much any social situation. And we're going to start with an idea she floated that is, well, it's pretty shocking. This is why we're having a baby crisis. Whoa. Oh, the act guy. რაც საკმაოდ მოკლე, ან 2 საათიანი ვიდეო არის რეალურად 7 წუთიან ვიდეოთ ქცეული, რომელიც საკმაოდ კარგად აღწერს ზოგადად რა. People are getting a really solid read on you, like instantly. And კარგ შეჯამებას აკეთებს და ძალიან key point-ები არის. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ პოდკასტთან დაკავშირებით არ ვიცი, ვინაიდან ახლა პირველად ვუყურებ, მაგრამ აი Rocket Chat-ის შემთხვევაში მართლა ძალიან დეტალური ინფორმაციები automatically put onto this new starter plan. Once that judgment is made, it is incredibly hard to change. Okay, so what's the number one mistake pretty much all of us make? Picture this. You're waiting for a date, for an interview, for a friend. What are you doing? You're looking down at your phone. That posture, chin tucked, shoulders hunched, is what she calls the loser posture. It's a universal sign of defeat. You look beaten down before you even say a word. Okay, you nailed the first impression. You can read the room like a pro. Let's talk about the Rocket Chat-ის შემთხვევაშიც ესეთი step by step რამდენიმე თავად დაყოფილი final piece of the puzzle. How do you turn that initial spark into a real, lasting bond? The key idea here is something called thread theory. And it's pretty simple. Think about conversations like you're weaving something together. მოკლედ რომ ვთქვათ, რეალურად ეს ვიდეოზე უფრო მეტად ალბათ პრეზენტაცია არის, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად გაძლევს, ანუ სწრაფად აღქმის საშუალებას გაძლევს და რაღაცა ძირითადი შეჯამება და ძირითადი ეს ინსაიტები, რაც თქვათ უნდა გამოგეტანა, საშუალებას გაძლევს, რომ ძალიან სწრაფად მიიღო რეალურად. თუნდაც მე ხშირად არ მაქვს ხოლმე ბევრი დრო რომ რაღაც ესეთ გრძელ პოდკასტებს უყურო და თუნდაც ეს პოდკასტი რომელიც ძალიან მომწონს, ძალიან იშვიათად და ყველა იმას რა თქმა უნდა ვერ უყურებ პირიქით, რავი, ალბათ 10-დან 1-ს თუ უყურებ, რაც გამოდის ხოლმე და არის შემთხვევები რომ აი უყურებ და რაღაცა 1 საათი უყურებ უკვე და ხვდები რომ დიდათ არაფერს არ გაძლევს, იმიტომ რომ შეიძლება ამ ეტაპზე არ არის შენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ არის საინტერესო, ან
შეიძლება ზოგადად აღმოჩინო რაღაცა სხვა არის და გული გწყდება მოკლედ რომ 1 საათი დახარჯეთ ყუილად ან შეიძლება მეტიც. და ეს მაგალითად ძალიან მარტივად საშუალებას მოგცემს რომ ჯერ ნახო 7 წუთიანი შეჯამება და თუ მე კიდე დაგაინტერესდა და უფრო მეტი დეტალის გაგება დაგჭირდა ან უბრალოდ კითხო და თუ რაღაც კითხვები გაგიშდა კითხო პირდაპირ აქ ჩატის ინტერფეისში და მიიღო პასუხები ან შემდეგ გადაწყვეტე რომ უყურო უკვე მთლიან 2 საათიან პოდკასტს და გაიგო დეტალები თქვათ რა და როგორ ანვისწავლო უკვე დეტალები და გაიგო რა კეთდება და როგორ კეთდება თქვათ ამ შემთხვევაში როგორ უნდა იკომუნიკაციოს სწორად ადამიანებთან. უკვე ჩვენი აუდიო overview-ით დამთავრდა. ეს როგორც აწერია რომ AI podcast აგენერირებს და შეგიძლია შემდეგ მოусმინო. Okay, let's unpack this. Today აქაც იგივე არის, ან 25 წუთი არის რეალურად საკმაოდ შემცირებული 2 საათის ნაცვლად, რაც 25 წუთიანი პოდკასტი გვაქვს, რომელსაც თქვა შეგვიძლია მოусმინო და მივიღოთ ის ინფორმაცია, რაც იქ იყო. Connection and communication. Our mission, well, is what we always do, bring you the most important nuggets of knowledge from the sources you've shared. Right. And today, specifically, we're digging into Wow. All insights from human behavior expert Vanessa Van Edwards. Yes, her work is really interesting on this. You might be surprised, actually, by how much of our daily interactions, from that first glance to a lifelong friendship, are governed by these science-backed cues. Things we often overlook. Exactly. Signals we miss. So have you ever felt that ცოტა ჭედავს. მაგრამ გადმოწერა შესაძლებელია. გადმოწერა თუ შესაძლებელია, მეგობრებო, ეს იმათ ნიშნავს, რომ ეს პლატფორმა კონტენტ კრეატორებსაც ძალიან დიდ შესაძლებლობას მისცემს ჩემი აზრით. ან თუ თქვათ რაღაც YouTube channel-ს საწარმოებ ან თუნდაც, რავი, სოციალურ მედიას წარმოედგინე შეგიძლია რაღაცა ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული ბევრი წყარო აიღო ინფორმაციის და აქციო ძალიან მარტივად ერთ სრულიად პოდკასტად მაგალითად ან დაწერო რაღაცა სკრიპტი თქვა და გადაიღო და ამ სკრიპტის მიხედვით გადაიღო მერე თქვა ვიდეო და ასე შემდეგ. მოკლედ ჯერ არ ვიცი ზუსტად მე რა უნდა გამოვიყენო გარდა დოკუმენტაციების გარჩევისა, მაგრამ უკვე წარმომიდგენია უკვე რაღაც რამდენიმე იდეა მაქვს, რაზეც მინდა რომ დავტესტო და თქვენს გირჩევთ რომ აუცილებლად სცადოთ და ნახოთ რისი გაკეთება შეუძლია ამ პლატფორმას თქვენთვის რა შეიძლება გაგიმარტივოთ ან საერთოდ შეიძლება რაღაც ისეთი რაღაცების გაკეთების საშუალებაც მოგცეთ რაც აქამდე ძალიან რთული გეჩვენებოდათ ან საერთოდ თავს არიდებდით და არაკეთებდით იმიტომ რომ თქვათ ბევრი დრო სჭირდება. მოკლედ სადეთ კომენტარები დამიტოვეთ როგორ მოგეწონა თქვათ რა იყო თქვათ კარგი რა ცუდი. ეხლა მე პირადად ძირითადად ყველაფერი მომეწონა, მაგრამ აი ეს ნაწილი ერთი ის რომ ჩასწორება რო არ შეგვიძლია ნოუთებში რაც თქვათ AI-ს გენერირებული არის და მეორე ის რომ ძალიან რთული ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რთული წესაკითხი არის აი ესეთი ძალიან რაღაც ახლოს ერთმანეთთან დალაგებული ტექსტი და წვრილი ტექსტი. ამიტომ ну რაღაც მინუსები აქვს, მაგრამ ალბათ ნელა განვითარდება. მაგის გარდა პრინციპში ძალიან კარგი პლატფორმა არის ჩემი აზრით. საკმაოდ user friendly-ია, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაარეფრეშო chat history და ხელახლა დაიწყო ყველაფერი და შეგიძლია უკვე რაღაც დაგენერირებული თქვათ პასუხები ძალიან მარტივად save to notes და დააწვე save to notes და უკვე აქეთ გეძლევა საშუალება რომ უკვე აქ გამოიყენო და პლუს მაგას შეგიძლია აქედან უკვე source-ში გადაიტანო. მოკლედ ძალიან მოქნილი არის მაგ მხრივ. დატესტეთ და სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრებს, თქვენს feedback-ს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. გისურვებთ წარმატებებს.